დავრუნდით. აი, ასე როგორც ჩემი ნატუკა. რატო იყავი გაჩუმებული? კბილი ხო არ აღდგება? არა, კბილებზე ხა ვისაუბრებ ხოთაშორის და მაღაზიაზე ვიყავი დაფიქრებული მაწუხებს, არ მაწუხებს, მალე დამჭირდება, არ დამჭირდება და ხოთაშორის მინდა გითხრა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა ახლა რაზეც ვისაუბრებთ. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ კბილის იმპლანტაცია პროთეზირებაზე. და ვსაუბრობთ ასევე აქვს თუ არა შეზღუდვა ასაკობრივი ამ შემთხვევაში დენტალურ იმპლანტაციას. კი ბატონო და აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ არიან ადამიანები რომლებიც იმპლანტაციის დროს თვითონ აი იმპლანტს ვერ ასევე პროთეზს ჭამის დროს, მეტყველების დროს, ხელსმიშლის ვერ დაწებდა. ან როგორ შევარჩიოთ კომფორტული პროთეზი, ესეც ძალიან საინტერესოა და ამ თემასთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი სტომატოლოგი, ქირურგი, იმპლანტოლოგი ბატონი ეგნატე გიორგაძე არის ჩვენი სტუმარი და მობრძანდით პატივსემულო, ვიხარე რომ ჩვენ ვსტუმრობთ. საინტერესო თემაა. კარგად გაუღიმოთ სტომატოლოგს. იასე. მობრძანდით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. თემა რომელიც ესე იგი ყოველას ადრე თუ გვიან დაგვჭირდება. აუცილებლად. მე ახლა ნერვიულობდი, წეგან პაუზა მქონდა. სწორად აღნიშნეთ, ხო შორის მსახიობი და მიხვდა, რასაც განვიცდიდი. და ამიტომ პრინციპში უკვე მჭირდება ეს დაფიქრება იყო მაშინ და. ხო არა, ნუ პირის ღრუ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა. და მოდით ვისაუბროთ რა არის დენტალური იმპლანტები და იმპლანტაცია. ჯერ აიქედან დავიწყოთ. დენტალური იმპლანტები ეს არის ხელოვნური კბილის ხელოვნური ფესვი. იცით რა არის ძალიან ხშირად გამიგია რომ აი ახალგაზრდებიც აი რატომღაც ასოციაცია არის რაღაცა ასაკის შემდეგ ჭირდებათ მაგრამ ფიქრობ რომ არ არის ხო ასე ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს საჭირო თუ არის მაგალითად ტრამვის შედეგად დაკარგული კბილი ან რაიმე დაზიანების გამო გახდა საჭირო კბილის ამოღება ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ჩანაცვლება დენტალური იმპლანტით. ვაკ ვიდეოები ნანახე რამდენად რთულად არის ეს რაღაცა ასე ვთქვათ რკინა არის რომელიც ჩადის ხოლმე საკმაოდ მარტივია, ოღონდ ტიტანია. ტიტანია ხო მე თანდაყოლილით ძირითადად ტიტანია. რამდენად და მაპატია იმასაც ვიკითხავთ რომ გამიგია რომ აი ეს ვერ შეეგუა რაღაცა პერიოდი ჭირდება შეხორცება. აი მოდით ეს პროცესი თქვათ როგორ ხდება და დაახლოებით 0.6% არის ჯანმრთელ ადამიანებში არ შეხორცების შემთხვევები. დაახლოებით 0.6%. სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს ძირითადად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. აი ვინ არიან ის პაციენტები რომლებთანაც შეიძლება რისკ ჯგუფია. და მიზეზი რა არის ამ ზეროებებიდან? ეს მიზეზი არის საინტერესო, რა არის? დეზინტეგრაცია ან ანთებითი პროცესები, ან ინტეგრაციის პროცესი არ წავიდა, შეხორცება არ მოხდა და ამის გამო მოხდა იმპლანტის დაკარგვა. ძირითადად ეს არის ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად პირველი ტიპის დიაბეტი, ტოქსიური ჭიყვი, ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, ონკოლოგიური დაავადებების დროს ქიმიოთერაპიის მკურნალობის პროცესში არ შეიძლება, თორე ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ არანაირი შეზღუდვა არ არის. C ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში არ შეიძლება. სხვა შემთხვევაში ძირითადად არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ხოლმე. და რა პერიოდი ჭირდება, ასე ვთქვათ, აი შეხორცებას? 3-დან 6 თვემდე დამოკიდებულია. ზოგიერთი იმპლანტი მაგალითად თვენახევრის მერე შეიძლება გააქტიურდეს და მოხდეს კბილის ხელოვნური გვირგვინის დაყენება. თუმცა ძირითადად 3-დან 6 თვემდე პერიოდი ჭირდება. ეს არის ხარისხზე დამოკიდებული ამ შემთხვევაში იმპლანტის და როგორ შევარჩიოთ ხარისხს? ეს არის იმპლანტის მასალაზე დამოკიდებული. არის იმპლანტები, რომელიც შეიძლება, როგორც უკვე თქვი, მაგალითად შტრაუმანის იმპლანტების აქტივაცია თვენახევარში შეიძლება, ზიმერის ტრაბეკულური იმპლანტის მაგალითად სამკვირაში შეიძლება, დამოკიდებულია თვითონ იმპლანტის მასალაზე. აი მე ხო რკინა ვთქვი და ტიტანი არის. ძირითადად იმპლანტების 99% ეს არის ტიტანი, რომელიც შეხორცების პერიოდიც არის 3-დან 6 თვემდე პერიოდი. ძალიან ხშირად არის სხვადასხვა ფასებს ბიაკ ამ ტიტანებს. აი როგორ უნდა მივხვდეთ? ხარისხში ხშირად მანდ ვიბნევით. ხო, აი როგორ უნდა მივხვდეთ, რომ რომელი არის საშუალო ფასი რა არის, რომ იმის მიხედვით მივხვდეთ? წარმოებლისგან განისაზღვრება ძირითადად. და ვიცოდეთ წარმოებელი რომელიც რა თქმა უნდა მე ყოველთვის პაციენტებს ვეუბნები რა იმპლანტს ვაკეთებ, ვაძლევ დაწერილ ფურცელზე იმპლანტის სახელს, მოდელს, ვეუბნები რომ მოიძიონ ინფორმაცია და თვითონ გადაწყვიტონ რომელი გაკეთება სურთ. მე არ ვეუბნები რომელი არის კარგი, ცუდი. თვითონ მოიძიონ რა ასაკიდან შეიძლება ასე ვთქვა და რა ასაკამდე იმპლანტის გამოყენება? 21 წლის შემდეგ, 21 წლიდან ესე შეზღუდული არ არის. მე მაგალითად 86 წლის პაციენტიც მყავს
რომელზეც გაკეთებული მაქვს დაახლოებით 5 წლის წინ და გადასარევად აქვს. ბატონო იგნატე, რა მაინტერესებს? აი მაგალითად არ მომწონს ჩემი კბილის თანწყობა, პირობითად თანდაყოლილი არასწორი წყობა მაქვს კბილების, ანუ უბრალოდ არ მომწონს, აი შეხედულებთ ვიზუალურად ყველაფერს თავიდანვანებოთ. მაქვს თუ არა უფლება პირობითად ყველა კბილი ჩემი ჯანსაღი მოვიღო და იმპლანტით შევცვალო. ბოდიში გაგაწყვეტინეთ საუბარი ამ შემთხვევაში ჯობია რომ კბილების გასწორება მოხდეს. აჰა. ესე იგი თქვენ არ ურჩევთ ამ შემთხვევაში ჯანმრთელი კბილის მოსწრებას? კატეგორიულად ვეწინააღმდეგები პაციენტების მოთხოვნებს ამოუღო ჯანმრთელი კბილები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქონდეს დგომის ანომალია, ამ შემთხვევაში გასწორება შეიძლება ორთოდონტიული მკურნალობით და მერე კბილის ფერის და ფორმის შეცვლა, კი ბატონო. კი ბატონო, მაგრამ თქვენს კბილზე კარგს ვერაფერს ჩაგისვათ. პროთეზის ნაცვლად რომ იყოს იმპლანტი? მოსახსნელი პროთეზის ნაცვლად, რა თქმა უნდა. აი, ბელარო იმპლანტი იყოს შესაძლებელი. ყველა არა. ყველა არ კეთდება. ძირითად მაქსიმალური რაოდენობა რაც შეიძლება ერთ ყბაზე გაკეთდეს არის 8-10 იმპლანტი. და მე შუალედებს ხიდები? აჰა, ხედავ და მე რო გადაყვანეს. მე-6 უთავაროდ მე-6 კბილზე. აი მოდით ახლა პროთეზზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხშირად არის რომ ბევრად უფრო მარტივი არის, გავიკეთეთ, დავმთავრდა და ასე შემდეგ. რა საკიდან შესაძლებელია და როგორ მივხვდეთ რომელია კარგი ხარისხის ბევრი გამოვიდა სილიკონიანი სასით არის ამ შემთხვევაში პროთეზ გულისხმობა შემთხვევაში მოსახსნელი პროტეზი არის როგორი თემა იცით ცოტა ისეთი უხერხული თემაა რა ეს არის არაფიზიოლოგიური ძალის გადაცემა ხდება ამ დროს ანუ იმპლანტი არის ფიზიოლოგიურად ხდება ძალის გადაცემა კბილის გვირგვინიდან ფესვზე ხელოვნურ ფესვზე მართალია მაგრამ პროტეზი ეს არის არაფიზიოლოგიური ძალის გადაცემის მქონე ორთოპედიული მკურნალობის საშუალება, რომელიც არ იძლევა არც კარგ ფიქსაციას, არც მეტყველების დროს აქვს ხოლმე პრობლემები, ღეჭვის დროს, ამიტომ სასურველია, მთლად სასურველი არ არის და ყოველ ცეუბნებით, რომ ჯობია იმპლანტით მოხდეს მკურნალობა. კი ბატონო, მაშინ ისე დავბრუნდეთ. თუმცა არის ხოლმე შემთხვევები, როცა სხვა ვარიანტი არ არის უბრალოდ და იმპლანტის მოვლა როგორ ხდება? რამე განსხვავებული უნდა ვიდრე იმპლანტის მოვლის შემთხვევაში ჩვეულებრივ ჰიგიენა, რა თქმა უნდა, კბილების გახეხვა, ყოველდღიური დილა საღამოს, რა თქმა უნდა, სასურველია ირიგატორით და კბილთაშორისი ჯაგრისებით. ვადა თუ აქვს იმპლანტს და როგორ განსაზღვროთ რამდენია მისი ვადა, როგორ კარგი ჰიგიენის შემთხვევაში სიცოცხლის ბოლომდე უნდა იყოს. ესე იგი მუდმივია. მუდმივია, ოღონდ ჭირდება მუდმივი შემოწმება 6 თვეში ერთხელ. მაინც მკურნალ ექიმთან ან პაროდონტოლოგთან. აი შემოწმება ის ღრძილი მოწმდება თუ თვითონ ყარაძე, აი რა უნდა შემოწმდეს? იმპლანტის გარშემოცველი ქსოვილები ძირითადად ძვალი, ღრძილი, იმისთვის რომ ხო არ მიდის ანთებითი პროცესი, რომლის ადრეულ ეტაპზე მკურნალობა შესაძლებელია. და თუ დაგვიანებული არის ამ შემთხვევაში რა? დაგვიანებულია მაგ შემთხვევაში იმპლანტის ამოღება. და ისო მე ხელმეორედ გაკეთება, კი. პროთეზი რამდენი სახეობის არსებობს მედიცინაში? სტომატოლოგიაში მოსახსნელი პროთეზები არსებობს, იმპლანტებზე ფიქსირებული ხიდები, ან გვირგვინები, არსებობს კბილებზე ფიქსირებული, არსებობს იმპლანტებზე ფიქსირებული პირობითად მოსახსნელი პროთეზები, ეს უკვე სიტუაციიდან გამომდინარე, ვისთვის ამ შემთხვევაში თქვენ რა რეკომენდაციას გასცემთ, აი რომელია ყველაზე კომფორტული, მაგალითად, აი ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ ვიღაცები ვერ გუობენ ჭამის დროს, მეტყველების დროს, როგორ ურჩევთ ამ შემთხვევაში კომფორტულ პროთეზს პაციენტს? რა არის, ცით პროფესიონალს უნდა მიმართონ და იმის მიხედვით, ეს ცოტა რთულია იმის თქმა, ვინ რას ვერ გუობს. ანუ მოსახსნელი პროთეზი კი რთული შესაძლებელი, თუმცა იმპლანტაციას ეგ პრობლემები არ აქვს. იმპლანტზე თქვენი ორგანიზმი ამას აღიქვავს როგორც თქვენს კბილს. და ამიტომ არანაირი პრობლემა. არანაირი ის არ აქვს. მაგრამ როგორც სპეციალისტი ალბათ დამეთანხმებით, რომ ჯობია ბოლომდე მოუვაროთ ჩვენ საკუთარ კბილებს, ხო? თქვენს კბილზე კარგს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. ამიტომ მოუვარეთ ყველა თქვენს კბილებს. და ასევე ძალიან ბევრი ამბობს, რომ ჯობია ნერვი იყოს ცოცხალი, არ მოკლათ. რაღაცა პერიოდში დაუშვათ შენივე კბილია, მტკივა კბილი, ჯობია მოუვარო თუ არ არის. სახელოვნური ფესვი ახსენა ბატონმა ეგნატე. ხო, მაგრამ ნერვზე მაქვს მე საუბარი, იმიტომ რომ როდესაც ნერვი კვდება, კბილი იწყებს ფერის შეცვლას. მართალია თუ ხდება ალბათ. ხარისხიანი მკურნალობის შემთხვევაში ფერს არ იცვლის კბილი. არ იცვლის, ხო? არა. რა საინტერესოა? კარგად ოპტურირებული არხები თუ არის, იქ აღარ ხდება უკვე ბაქტერიული ბაქტერიების გამრავლება და ეს ფერს არ უცვლის კბილს. აი, ესე იგი, რას ნიშნავს პროფესიონალი? რჩევები როგორ მოუვაროთ ჩვენს ჯანმრთელ კბილებს?
ნებისმიერი ადამიანი. აი როგორ დილით საღამოს ჯაგრისი ბევრი ამბობს რომ საშუალო როგორ მოვიხმაროთ მაგალითად? როგორ მოვიხმაროთ ჯაგრისი პროფესიონალისგან გვინდა თქვენი ესეთი რჩევა რომელიც ყველას გამოადგება. როგორ არის ცით კბილების ჰიგიენური მოვლა ეს არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებული არის კბილთა წყობაზე, არსებულ დაავადებებზე ხშირად და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ეს მოხდეს პაროდონტოლოგთან კონსულტაციის შემდეგ. პაროდონტოლოგმა უნდა შეგირჩიოთ ჯაგრისი, კბილის პასტა, პირის ღრუსწავლები, კბილთა შორისი ისა ჯაგრისების ზომები და ამის მიხედვით შეიძლება მოხდეს. აიცით რა მაინტერესებს უამრავი კბილის პასტების რეკლამაა ძალიან ასევე ჯაგრისების არსებობს ელექტროჯაგრისები როგორ მოვიქცეთ რეკლამის მსხვერპლები რო არ გავხდეთ აი როგორ გავაკეთოთ და დამოკიდებული რაზეა ამ შემთხვევაში პასტა უნდა იყოს ხარისხიანი უფრო თუ ჯაგრისი როგორ შევარჩიოთ ეს ერთი და უბრალოდ ორივე რომ იყოს თანწყობაში და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ექიმმა უნდა გვერჩიოს რა ტიპის ჯაგრისი რა ტიპის კბილის პასტა შემადგენლობებს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი სამკურნალოა ზოგი ჰიგიენური უბრალოდ პროფილაქტიკური საშუალება ამიტომ ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ეხლა უნდა ვიკითხო სასმელზე და საკვებზე იმიტომ რომ რომელი სასმელი და საკვები არის აი მამნებელი მე ხანდახან ყავა მიყვარს ძალიან ყავა მიყვარს მეც და როდესაც ყავასო შეიძლება შუადღისას ავდგე და მაინც გავიხეხო კბილები თუ მაგ საშუალება რომელი საკვები არის და რომელი სასმელი ტერი პირველი კბილებისთვის კბილი გაზიანი სასმელები ჩემთვის ძალიან საყვარელი კოკაკოლა რაც შეიძლება უხეში საკვები უნდა მიირთვათ როგორ უხეში? უხეში საკვები იმისთვის რომ მოხდეს კბილების თვითწმენდა ღეჭვის პროცესში მეტი ბოსტნეული ნადებს რომელი აკეთებს აი ნადებს საკვები არ იწვევს ნადები ეს არის ბაქტერიული ცხოველმყოფელობის შედეგი რაც ბაქტერიების გამოწვეულია ის საკვებისგან არ არის ფერი შეიძლება შეუცვალოს მუქმა ჩაიმან ხშირმა ყავის სმამ და ასევე სიგარეტა. ბატონო ეგრადე. ჭამის შემდეგ რამდენად რეკომენდირებულია მალევე კბილის გახერხვა? ჭამის შემდეგ დილით და საღამოთი რეკომენდებულია შუალედებში უბრალოდ წყლის გამოვლება სრულიად საკმარისია. არ შეიძლება არ კითხოთ სახეჭ რეზინზე ძალიან ხშირად არის რომ შუალედებში როდესაც მიირთმევენ შემდეგ სახეჭ რეზინით ცდილობენ რომ ასე ვთქვათ პირის შეიძლება რა თქმა უნდა რამდენი ხანი შეიძლება რომ სახეჭ რეზინი შემდეგ ვიცი რაღაცა უკვე 5-10 წუთის შემდეგ უკვე ფუნქციას კარგავს და გადასაგდები. ხო რა, ანუ ეფექტური არის შეიძლება იმ პერიოდში, როდესაც სავლები ძალიან ხშირად არის რომ ყიდულობთ ღრძილების სამკურნალო სავლებს, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. სწორია თუ არა ეს? ექიმის დანიშნულებით თუ არის დანიშნული, მაგალითად მე მაქვს ხოლმე რომ ოპერაციების მერე ხშირად 2-3 კვირით ნიშნავს სამკურნალო საშუალებას. თუმცა არის ისეთი პროფილაქტიკური სავლებები, რომელიც შეგიძლიათ მუდმივად გამოიყენოთ. აჰა, გასაგებია. ირიგატორი რამდენად აუცილებელია და ყველასთვის თუ არის რეკომენდებული? ეხლა შემოვიდა რა. აბსოლუტურად ყველასთვის რეკომენდირებულია, განსაკუთრებით იმათვის, ვისაც აქვს დენტალური იმპლანტაცია გაკეთებული, ან აქვს რაიმე ორთოპედიული კონსტრუქცია ხიდების ან ვინირების სახით აბსოლუტურად არა აქვს ამასალა ცირკონი იქნება ვინირი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ირიგატორი არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხეხვის საშუალება. ყოველდღიურად? ყოველდღიურად. ეხლა როგორ ხდება ჯერ ჩვენ ვიწმინდავთ კბილებს და შემდეგ ასე ვთქვათ ვივლებთ, თუ როგორ ხდება? ანუ ჯერ კბილის პასტით და ჯაგრისით, მერე ირიგატორი. და ესეც უნდა ვიკითხო აუცილებლად, სულ არის ასე ვთქვათ კამათი. როგორ არის სწორად გამოწმენდა კბილების? გაწმენდა უფრო სწორად. წრეზე თუ ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად თუ ამაზე შესაძლოა ძალიან ხშირად ვიმართალი ხარნოტიკო. როგორ არის ცით ამ ტექნიკას ქვია ბასის მოდიფიცირებული ტექნიკა, YouTube-ში შეუძლია ნებისმიერს ნახოს. ჯაგრისის მუშა ნაწილი უნდა მოთავსდეს ღრძილზე და კბილზე ერთდროულად. მუშა ნაწილი ანუ თვითონ ჯაგრისის ჯაგრულა. კი ბატონო. და წრიული მოძრაობებით და გამოგვის პოზიციით. გასაგებია. აბა გააკეთე წრიული და გამოგვა. აი ესე და შემდეგ ესე. და ეს კი ბატონო. და იგივე ხდება ქვევიდანაც. ნებისმიერ ყველა ზედაპირზე. მე აუცილებელი არის კბილთა შორის სივრცეების გაწმენდაც, იმიტომ რომ კბილთა შორის სივრცე დაახლოებით კბილის სხეულის 40% წარმოადგენს და ამ ყველაზე ხშირად კარიესული დაზიანებები ჩნდება ხოლმე კბილთა შორის სივრცეებში და ძირითადად მაგ ნაწილების გამოსვლით. ბატონო ეგნატე, ამ შემთხვევაში ისევ ჰიგიენასზე მინდა გკითხოთ, კბილის ჟღერი რამდენად რეკომენდირებულია? ხშირად ვხედავ ხოლმე იყენებენ ამას. ძაბს უფრო რეკომენდაციას ვაძლევთ ამ შემთხვევაში პროფესიონალები თუ ჟღერს თუ ორივე დამაზიანებელი არასწორი გამოყენებისას? არასწორი ეფექტი ორივეს აქვს, კბილსაც და ძაბსაც. ძაფის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღრძილის ნაპრალების განვითარება.
სტილმანის ნახეთს ვეძახით ამას სტომატოლოგიურად, რაც მე რეცესიას გავს, ანუ ღვიძლის დაწევას გავს, თუმცა დროულად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს, რომ ის აღდგეს ქსოვილები. რაც შეეხება კბილის ჭხირებს, ჯოხებს, ასე ვთქვათ, კბილის ჯოხი უნდა იყოს იდეალურ შემთხვევაში სამკუთხედი. მაგ შემთხვევაში შეიძლება. მაგრამ რაც მოცადეთ სამკუთხედი რა ბრტყელი რო არის. მრგვალი არის ძირითადად, ხო? ხო. კი ბატონო. უნდა იყოს სამკუთხედი, იმიტომ რომ კბილთა შორის სივრცე სამკუთხედია. და ჩვენი მრგვალი ხით გამოყენების შემთხვევაში ჭხირით გამოყენების ღრძილის ტრამვირებას ვიწევთ. ხედა კი, სამკუთხედი. მაგრამ ეს რისკს არ გამოიწვევს, თავში იგივე ამ შემთხვევაში არ არის საზიანო მაგალითად ინფექციის შეჭრისთვის. აი ამას ვერ ხვდები ხოლმე, როგორ დავიცვათ ჰიგიენა იგივე რესტორანში ვხედავთ და სადილის შემდეგ ჭხირს მოვიხმარ. არის რისკი ინფექციისა? ღრძილს თუ დავიტრამვირებთ კი არის. არ უნდა დაეტრამვირო და საშუალო და ასე ვთქვათ რაღაცა გემრიელად მიირთვა და მე აიღე და სახეჭრეზნი დაღეჭა. მართლა ვარ. დიდი მადლობა ბატონო ეგნატე, არა ჩვენ. უღმესი მადლობა. ვის კარგი პასუხებისთვის.